ყველაზე მოგესალმებით, თუ საჭიროა მოსალმება, ესე იგი ამ აპოკალიფსის დასაწყისმა სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვა აზრები გამოიწვია და აჟიოტაჟი. ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ჯერ ჩუმად მისმენდნენ და ჩუმად იყვნენ და ჩუმჩუმელა ხალხი, ვინც საერთოდ კომენტარებში არ აქტიურობდა, ახლა გააქტიურდა. მოდი ვნახოთ ჯერ რა ხდება. მე გითხარით, რომ 24-დან დაიწყებოდა ძალიან დიდი ცვლილებები და 24-დან 3 დღეში დაიწყებოდა ის, რაც ჩემი პირიდან გამოვიდა როგორც ასეთი ცეცხლი, მაგრამ გარეთ როგორ აისახება ეგ არ ვიცი. აპოკალიფსი არის აპოკალიფსი და ეს მე არ დამიწყია აპოკალიფსი. აპოკალიფსი დაიწყო სრულიად მსოფლიომ თავად, თვითონ გადაწყვიტა ასეთი არჩევანი გაეკეთებინა. და მადლობა უფალს, რომ ეს დაიწყო როგორც იქნა. მადლობა წინასწარ შეგვამზადა. ჩემი ენით თუ, სხვის ენით თუ, ამენით თუ, იმენით. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ზოგიერთი ადამიანი ეხლა გამოფხუნცხუნდა და გამოფხიზლუკდა. აი ამ სურათზეც ხედავთ, როგორ დარეკეს ზარებმა თავად. თვით ანგელოზებმა მოახერხეს ის, რომ ადამიანებს გამოფხიზლება თუ არ სურთ, გამოაფხიზლონ. შემდეგ ამიწის, რომ გამოიწვია ცუნამები. შემდეგ ეს ვულკანიც გააქტიურდა, რომელიც ძალიან საშიში ვულკანია და რომელი ვულკანითაც ჩვენ მოვინათლებით სულ. ეხლა ბოროტულად მოგეჩვენებათ ჩემი სიცილი, მაგრამ იცით რა, მეგობრებო? როდესაც ადამიანები ვერ ფხიზლდებიან, სამწუხაროდ ხდება წარღვნა. შესაძლებელია, რომ ყოფილიყო ისე, რომ წარღვნა აგვეცილებინა თავიდან, თუ კი გამოფხიზლდებოდით. პირველ რიგში თქვენ ერის ხალხი კი არა, ის სასულიერო პირები, რომლებმაც ღვთისგზავნილი ვერ მიიღეს და ვერ იცნეს, კაცი, რომელიც მამის ძე იყო და რომელსაც დღემდე ისე აბუჩად იგდებენ და აბუჩად უყურებენ, რომ ყოველწლიურად ჯვარსაც სვამენ და ყოველწლიურად სვამენ მის სისხლსა და ხორცს და გამოფხიზლება კი არა და საერთოდაც არაფერი არ უნდათ. ტრაკის განძრევა არ უნდა თუ გასრავად რა. თუ ტრაკის განძრევა არ გინდაო, თქვა ღმერთმა, მაშინ ეხლა გაჩვენებს სეირსო. თქვენ არ გეგონოთ, რომ ამას ღმერთი აწყობს, მეგობრებო, ასეთი სასჯელი ღმერთმა არ იცის. ასეთი სასჯელი იცით ვინ იცის? თვით სატანამ. და მე გითხარით, რომ სატანა ყველა თავის შვილს მოკითხავს. ყველა სატანისტი, რომელიც დღემდე ჩუმად იჯდა და ასე უყურებდა ქრისტეს წამებას და ეგონა თავი დიდად მართლმადიდებელი და ეგონა თავი ქრისტიანი და ეგონა თავი ძალიან კარგი ტიპი, მე ცოდი არავისთვის არ მისურვია. აუცილებელი არ არის სურვილი შენი საქციელებით აკეთებდი ცუდს, როდესაც მართალ კაცს ჩაგრავენ და შენ ჩუმად იჯექი. ყოველ დღე ადგებოდი და მიდიოდი სამსახურში და ვითომ ყველაფერი რიგზე იყო, ისე იქცეოდი. ეს იმაზე მეტია და იმაზე ცუდია, ვიდრე სხვას ცუდი უსურვო. აპოკალიფსი ზოგიერთ სხვადასხვანაირად წარმოუდგენია. ზოგს გონია, რომ ილია მეორე გაგვიძღვება წინ და აგვიყვან სადღაც მთაზე და იქ გამოჩნდება ქრისტე და ჩვენ ქართველები ავფრინდებით ცაში და გადავრჩებით. აი ამას ელოდება მართლმადიდებლობის უმრავლესობა, რომელსაც დააბოლეს და დღემდე აბოლებენ, რომ ის ადამიანი, რომელიც ხელით სათრევია, ის უნდა გააგვიძღვეს სადღაცა მთაში, წაგვიყვანოს მთელი ერი და იქ ქრისტე მოვა. და რისთვის მოვა, რომ კაცი ჭამია, ღმერთი ჭამია და მუცელ გასქელებულ, ჯიბებ გასქელებულმა მღვდლებმა იესო ქრისტეს ხომალში შევიდნენ და ჩასკუპდნენ და მე აიტაცონ ცაში ელიასა და ენოქის მსგავსად. და მისი ბრმა ამრევლიც აიყოლონ თან. თუ რა ხდება ვერ გავიგე. გული უსკდება ეხლა ზოგიერთებს, რომ მართლაც ის დაიწყო, რაც ჩემპიდან გამოვიდა და ვიღაცებმა ასე დაწერეს.
ნუ თუ არ შეიძლება ყველას კარგი ვუსურვოთ და ღმერთს მივანდოთ ეს საკითხები? ნუ თქვენ გგონიათ რომ ეს ღმერთის ნების გარეშე ხდება ეს რაც ხდება დღეს? ისე რა ნამუსით თხოვენ ღმერთს შველასო წერთია? იმ ნამუსით თია რომ გონიათ თავი ქრისტე ღმერთო შენ არ გემსახურებოდით აქამდე? შენთვის არ ვიხწოდით? შენ არ გჭამდით? შენ გჭამდით ხო? შენ სისხლსა და ხორცს არ გჭამდით აქამდე? ვამპირები ვით? და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებდით იმისათვის რომ მართლაც შენაირი გამხდარიყავით? არა, ჩვენ ხო გჭამდით შენ? ეთქვენ ქრისტეს. ქრისტე ეთქვის არ გიცნობო. ვერ გიცნობო, იმიტომ ჩემი მსგავსი არ ხარო. აბა შენი მუცელი მაჩვენეო, დიდიაო. აბა შენი კბილები მაჩვენეო, ჩიჩია გაქვს პირშიო. აბა შენი ყურები მაჩვენეო, დაგგრძელებიაო. და ასე შემდეგ მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ გადავრჩეთ ეხლა ამის თხოვნით, რომ ღმერთმა გადაარჩინოს ყველა. ვინ ყველა ხალხო? თქვენ რა აპოკალიფსში გონიათ რომ ყველა გადარჩება? აირჩევიან 1000-დან ერთნი. 10,000-დან ერთნი და იმ 1000-დან კიდე ერთნი, იცით რა არის ეს? 10,000 ერთზე დავა და მერე შემდეგ ის 1000-ნი რო დარჩებიან 1000-დან კიდევ ერთზე დავა. ეს იცით რა არის მეგობრებო? ყველა ვერ გადარჩება. მეცადებიან ზოგიერთები. ვინ გეცოდებიან, ვინც დედას გვიხნავდა აქამდე? დედამიწას სრულიად ანადგურებდა და დედამიწას ბოლომდე ღრნიდა და ეს შუა გულში ტიამანში ჩადიოდა და პირდაპირ დედას უხნავდა? ეგენი გეცოდებიან? მე ყველა მეცოდება. რა გეცოდება? რა გეცოდება? და ქრისტე არ გეცოდება რომ ჭამენ, ხო? მხოლოდ და მხოლოდ გასუქდნენ და გასივდნენ ქრისტეს ჭამით და სმით? შეცოდება ქრისტიანული არ არის? აპოკალიფსი ზოგიერთს ასე ჰგონია რა, რომ მოვა ქრისტე გვეშველება. დიდი გორის ველზე აი ეს სიმბოლო არის. ხელში უჭირავს ადამიანს, არ როგორც ჩვენს ადამიანის ხელია, ანქის ჯვარი. რა არის ეს, თუ იცით? იცის ვინმე ეს რა არის? ეგვიპტელების სიმბოლოა ხო? მაგრამ ეგვიპტელებს საიდან მიუვიდათ ეს სიმბოლო, იცის ვინმე? არ იცის. ეს თუ იცით სად არის? ეს ქვათახევის მონასტერში არის. დიდი სამბით მოგვიყვა მღვდელმა, რომელიც იჯდა და შესასვლელში პრინციპში ეკლესია გარეთ კიდევ კარგი ვაჭრობდა. მოგვიყვა რომ მეფის არჩეული ადგილი ცუდი არ იქნებოდა. თამარ მეფემ აირჩია თვით თავად ეს ადგილი და აქ ადრე ნანგრევები იყო, რაზეც მერე თამარ მეფემ ეკლესია დააშენებინა. ხო და ეკლესიაში შევედით და იქ, სადაც გარდაცვლილების კუთხია, აქ არ ვიცი ეს ვინ არის, რომელი ეპისკოპოსი ალბათ გარდაცვლილია. ქრისტეს ფეხებთან სანთელი უნთია, კანდელი. მაშ არ ვიცი, ნებადართული თუ არის ეს. აქ წესით მხოლოდ ქრისტეს განდაკება უნდა იყოს, სადაც კანდელი ენთება, მაგრამ აქ სხვანაირად გადაწყვიტეს.
ჩვენ ბევრი რამე გქონია, მაგრამ ჩვენ ის არ ვიცით, რომ ქრისტეს გზავნილია და თუ ქრისტეს გზავნილს ვერ შევიცნობთ, გადარჩენარისთვის არის საჭირო თვით სამყარო მარიცის. აი რა არის რწმენა. ანიდაჰო ეს გაგიგება რამე? არა. არაფერი არ გაგიგება. იცი შენ რა გაგიგება? აი ეს გაგიგება შენ. აი ეს გაგიგება შენ კარგად. აი ამაში კარგად დასპეცებული ხარ. ამაში კარგად დასპეცდა დღეს სოფლიო და ღვთისმშობელი მარიამისა და იესო ქრისტეს თავზე დიდად მათხოვრობენ. ბოქლომიადებს თან უშველებელი. ეს კარგად გაგვიგება. წმინდანების სახელების ჩამოთვლაც კარგად გაგვიგება და მისი ნაწილების აქეთ-იქით თრევაც კარგად გაგვიგება. დიახ. აი ასე დავანაწევრეთ ჩვენი წმინდანები და ესე ხან რომელ ეკლესიაში დავდეთ საჩვენებლად და ხან რომელ ეკლესიაში გადავანაწილეთ. რომელ ეკლესიაში და ხან რომელ ეკლესიაში. უფალო გადაარჩინეს სრულიად საქართველო, გადაარჩინეს სრულიად დედამიწა. თითქოს უფალს არ უნდადეს რომ გადავარჩინოთ. საქმეში ჩააკუკავენ და მერე უფალზე ხვეწებიან გადაგვირჩინეო. შენ გამოფხიზლდება არ გინდა, ხო? ყველაფერი უფალმა უნდა გააკეთოს. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფალმა უნდა გააკეთოს და მერე შენ სატანას უნდა ემსახურო. კი, აბა. სატანის მსახურების გარეშე არ გამოდის არაფერი. როგორ ღმერთს როგორ ემსახურები, კაცო? როგორ შეგიძლია ქრისტესნაირი რო გახდე, ეგსაც შეგიძლია რა. ეგ ხო ძალიან რთულია, მაგრამ თვარეზე გაფრენა შეგიძლია, აიტიშნიკი გახდე ის შეგიძლია, ივაჭრო ის შეგიძლია, დილით 6 საათზე ადგე და წახვიდე სამსახურში ის შეგიძლია, ტონობით და კილო რა ქვია მაგას ტონობით სიმძიმე ზიდო ის შეგიძლია, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ აი ქრისტეს რო დაემსგავსო, ეგ ყველაზე რთულია რა. აი უბრალოდ რო იყო და არც ფული გინდოდეს, არც არაფერი, არც ჩასაცმელი, არც ის გინდოდეს, ეგ ხო ძალიან ძნელია რა. ყოველდღურად სამსახურში წასვლა, სისტემის მონობა, ეგ ადვილია. მაგრამ აი ქრისტესნაირი თავისუფალი რო იყო, ეგ მაგასაც შეგვიძლია კაცო ჩვენ ქრისტესნაირები რო გავხდეთ. ეგ ხო წარმოუდგენელი უტოპია არის. არა, უბრალოდ რო იყოს სახლიც რო არ ქონდეს და ჩასაცმელის და მეგობრები რო ყავდეს უბრალოდ აი ეგ სად შეგვიძლია კაცო მაგდენი. ეხლა ბევრს ნუ მოგთხოვთ რა, ძალიან გთხოვ რა. ღმერთო შენი შვილი რომ წამოიყვანე აქ და ჩამოიყვანე ესეთი უბრალო. სად შემიძლია მე ეგეთი უბრალოება? მე ხო მირჩევნია ყოველდღე ვიყო მონა. მონა ზღვენი. ვემსახურო სისტემებს, ვინ არის ამ სისტემის უკან? აი მკიდია. გავყიდო, მენეჯერი გავხდე. ხალხი დავიკიდო. ეგ ყველაფერი შემიძლია, მაგრამ აი ქრისტესნაირი უბრალო რო ვიყო ის კი არ შემიძლია და სად შემიძლია? ქრისტეს
მღვდელი ამბობს, სად შემიძლია ქრისტესნაირი უბრალოდ მე ხო თავზე გუდი უნდა მეხუროს კილო 10 კილოიანი რომ ოქროთი მოვიზიდო ეს სინათლე ოქროს გუდი უნდა მეხუროს და წინ ოქროს ჯვრები მეკიდოს სად შემიძლია კაცო ხა ქრისტესნაირი უბრალოება მე ხო არ შემიძლია არა ერთს მომთხოვთ რა და უბანა შეიწყალე ჩვენი ხალხი გადაარჩინე ყველა რა უსრდელი ხარ დედაც მიათ მეთქი რა და რა უსრდელი ხარ და შენ არ ხარ უზრდელი ხო სისტემის მონარო ხარ შენ ბანძო შენა და სისტემის მონა მელაპარაკება რა უზრდელი ხარო სისტემის მონას უნდა გადარჩენა და რა 2025 წელი არ გეყოთ იმისთვის რომ გამოფხიზლებულიყავით და ახლა თქვენ გინდათ ქრისტემ გადაგარჩინოთ ქრისტე მოდის ზუსტად იმ თავისი ხალხის სანახავად ვინც დღემდე ყვიროდა და არ შეისმინეთ ვინც საგიჟეთში გამოკეტეთ ყველა და გააგიჟეთ ვისაც გიჟი უწოდეთ და ვისაც უწოდეთ სალოსი იმ ხალხისთვის მოდის ქრისტე აი თქვენ კი ეხლა დაიწყეთ მუხლის ჩოქებზე ხოხვა და ღმერთო შეგვიწყალაო იმის სახელი გირჩევნიათ ვიდრე დადგებოდეთ და იმ ხალხს დაუწყებდეთ კიდე კრიტიკას ვინც აქამდე ყვიროდა და არ ისმენდით მისას ხო და ეხლა გამოხდებიან კომენტარებით კარგი ტიპები რა უზრდელი ხარ რომ რუსეთს უსურებ დედის ხნა რა უზრდელი ხარ გოგონა შენ ხო ხარ ბრწყინვალე და უზრდელი არ არის ის ხო ვინც ჯარისკაცებს ბომბები დაულოცა და წმინდა წყალი შეაპკურა ხო და შენ კიდე ჩუმად იდექი და უყურებდი ფალო ყოჩაღო ფალო რა კარგია რომ მღვდლებს მიეცია მის ძალა რომ ბომბები დალოცოს ის დაიწყო რაც უნდა დაწყებულიყო და აწი ვისურვებ რომ ყველა ვინც გადასარჩენი იყო ყარად დგას და სიმყარე მათ შენარჩუნებოდეთ აი დანარჩენი კი ვინც ახლა ყვირილი დაიწყო უფალო გადაშეიწყალე და დაიფარე თავიანთ უზრდელობას და უსამართლობას ვერ ხედავენ და ვიღაცას ხომ უნდა უთხრან არა ისინი არიან ძალიან ზრდილობიანები რომ გამოლანძღავენ სამშვილიან დედას რომ ილია მეორეს ესტუმრა და ილია მეორე ფეხზეც არ დაიკიდა და ვაფშე საერთო და ყურადღება რო არ მიაქციაო და ისეთი ხალხი გამოხტება ეხლა და როგორ უსურებს სხვას ცუდს არა იმას უსურებ რაც დაიმსახურა სამართალმა პური რო უნდა ჭამოს როდის უნდა მოხდეს ეს თუ ახლა არა სხვა დროს გამოხტებიან ახლა მგლები და სვავები და მოუნდებათ სამართლიანობა მოუნდებათ კეთილი გულიანობა და მოუნდებათ დალუცვა ენოქის წიგნი წაიკითხეთ გირჩევნიათ იქ წერია ვინ იქნება და როგორ იქნება
კაცი უფრო და უფრო მეცმოველი და ძალიან მახარებს იმის დანახვა, რომ უფალი იესო ქრისტე ახლოს არის ჩვენთან და მე მიხარია. თქვენ თუ არ გიხარიათ, ესე იგი უკვე უბსკულში ხართ. დიდება უფალო შენ და უფალო იესო ქრისტე სამართალმა პური ჭამოს და დამკვიდრდეს ამ დედამიწაზე სამართალი, მართალი ხალხი დამკვიდრდეს, როგორც ენოქმა წინასწარმეტყველა და როგორც ენოქს მიაწოდეს ინფორმაციები. ახდეს ის და უფალო მოხვიდეს შენ ტახტზე მჯდარი გიხილოთ. შენ კი არ გჭამდეთ, შენ გადიდებდეთ. ამინ, ამინ, ამინ. კარგად მეგობრებო, ახლა მიხარიხართ თქვენ ქრისტიანი, რომ გხედავთ და ვისაც გიხარიათ, რომ ქრისტე მოდის და უკვე აქ არის. თითქმის აქ არის. ეხლა მალე მე იმასაც ვამბობდი, რომ თუ ქრისტეს არ ადიდებთ და თუ ქრისტეს არ დაუბრუნებთ თავის ძალაუფლებას საქართველოში, არც ჩემი სხეული მენანება, რომ სრულიად გაწყდეს თლიანად კაცობრიობა. არ მენანება, იმიტომ რომ თუ თქვენ იმას ვერ გაიგებთ, ვის უნდა ეკუთვნოდეს ამ დედამიწის დიდება, ამ დედამიწაზე მეფობა და დიდება, რომ ქრისტეს ეკუთვნის და 2025 წლის წინ რომ თავზე დაიდგა გვირგვინი და მეფე გახდა, დღემდე არავის არ უღიარებია ეს საჯაროდ. აი, დედამიწა კი არა, და კაცობრიობა კი არა, ერთი ჭიანჭველას არ შემენანება. არ შემენანება, იმიტომ რომ არ იცის რაშია საქმე. არ იცის ვის უნდა მისცეს და ეთაყვანოს. ქრისტე პანტოკრატორი. აი სადყავთ გამოკეტილი, ხედავთ ჯვარზე და მის ფეხებ ქვეშ კიდევ ვიღაცა მეუფის სურათია, რომ იქნება ნათელში მოხვდესო. და როდამდე უნდათ რომ ესე ყავდეთ ჯვარზე გამოკეტილი ქრისტე? და რატო არ დასვავენ ტახტზე? ტახტზე ზის ქრისტე ხალხო. დასვით ტახტზე ქრისტე. დააბრძანეთ ტახტზე ქრისტე და დაადგით თავზე გვირგვინი. მოისმინეთ მისი სიტყვა და ეთაყვანეთ მას. რა ილია მეორე და რა ტრაწიანი კაცები აგიტყდათ. პატრიარქიც ეს არის და მეფეც ეს არის, რომელსაც ახლა ხედავთ ჯვარზე გამოკიდებულს. და მას იესო ქრისტე ეწოდა. სანამ ამას არ გააკეთებენ, სრულიად საქართველოს ვაფრთხილებ რა. სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ვაფრთხილებ. არ დასვავენ ქრისტეს ტახტზე, არ ჩამოხსნიან ქრისტეს ჯვრიდან და ტახტზე დააბრძანებენ და არ დააბრძანებენ ტახტზე, სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესია განადგურდება. ეს არის გაფრთხილება მეორე ჩემი პირიდან რა. თვით ზეციდან ჩამოტვირთული. ჩამოხსენით ქრისტე ჯვრიდან. დაუდგით მას ტახტი და დააბრძანეთ ის წითელ მუთაკაზე, როგორც არის ის სვეტი ცხოველში დაბრძანებული. დააბრძანეთ. თუ გაგიჭირდებათ ტახტის და მუთაკის პოვნა, ძალაუფლების გადაცემა და გაგიჭირდებათ, ხო? კი, მესმის, რომ ძალიან გაგიჭირდებათ. რომ როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ერთხელ და სამუდამოდ აღსრულდეს ეს წინასწარმეტყველება და დასრულდეს და აესვას წერტილი ამას. ქრისტეს რომ გადაეცეს ძალაუფლება, მერე ილია მეორეს ვიღა განადიდებს და მერე ვიღა ეყოლება ადამიანებს, პატრიარქი.
კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ რა, სრულიად სამოციქულო ეკლესიას. დააბრძანეთ ქრისტე ტახტზე. შემოდიოდნენ ხალხნი და იხილავდეს ქრისტეს დაბრძანებულ ტახტზე. არა იხილავდეს ქრისტეს დაბრძანებულ ტახტზე და სიკვდილია. დასრულდა ჯვარცმის დრო. დაიწყო ქრისტეს დიდების დრო. არა ისმინეთ? მოკუდით. არ შეისმენთ? მოკუდებით. გესმის? სრულიად სამოციქულო ეკლესიას ჩამოუვიდა ზეციდან გაფრთხილება რა და ჩემი პირიდან მოდის ეს გაფრთხილება პირდაპირ თქვენს მიმართულებით. არადიდებთ მამის ძეს? სიკვდილი გელით. გააქტიურებულია ძალიან დიდი ენერგეტიკული ველი. როგორც გითხარით, ისე ხდება. კიდევ მეტის ნახვა გინდათ? კიდევ უფრო მეტის ნახვა გინდათ? ღმერთი გინდათ გამოსცადოთ? ნება თქვენია, გამოსცადეთ. არავის არაფერი არ აკლდება თქვენვე გაკლდებათ, რო იცოდეთ. თქვენვე გაკლდებათ. კამჩატკადან ზარების რეკვა გაისმა. ეს არ გეგონოთ უბრალო ზარების რეკვა ხალხო. ხალხს არ ვესაუბრები, ეხლა ვესაუბრები სრულიად სამოციქულო ეკლესიას რა. სრულიად სამოციქულო ეკლესიას დაემხობა ყველა ეკლესია თავზე. ჯერ რუს მართლმადიდებლურს და შემდეგ ქართველ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. ამ ეკლესიაში ვიყავით და აი აქ წინ რომ შესასვლელია, აი ამ ფანჯარაში მამაო წოდებულმა, ეგრეთ წოდებულმა ვაჭარმა მღვდელმა მიგვიღო.
სანთლები ხომ არ გინდათო კითხა. კიო, ჩემო მეუღლე მოპასუხა. შემდეგ შევედით და რამდენიმე სანთელი ვიყიდეთ. იქ გიშრის სამაჯურებიც იყო მომეწონა. ისინიც ვიყიდე, მაგრამ ჯერ სანამ გიშრის სამაჯურებს ვათვალიერებდი, იქ სხვა სამაჯურებიც იყო. ესენი არ გინდაო, ყოველ პლასტიკაო, აი ეს ნამდვილი გიშერიაო და ეს იყიდეო, მითხრა აქ ერთ-ერთმა ვაჭარმა ვითომ სასულიერო პირმა. შემდეგ სანამ გამოვედით, მღვდელს ბზიკი დააჯდა, ეს ბზიკი იქვე მიაკლა და გადააგდო. შემდეგ ფულის თვლა დაიწყო და ასე გამოგვაცილა, სანამ არ გამოვედით ამ ოთახიდან. თუმცა სანამ გამოგვაცილებდა, ჩემი მეუღლე გამოკითხა, როგორც თითქოს ყოფილიყო დეტექტივი. საიდან ხარ, რატომ ხარ, როგორ ხარ, სად დაქორწინდი, ვიზე დაქორწინდი, სად ისწავლე ქართული, სად ცხოვრობ, როგორ ცხოვრობ. კითხვა გამიჩნდა, მე რომ სასულიერო პირი ყოფილიყავი, ასეთი კითხვები არ გამიჩნდებოდა. სად მუშაობ, იცი გერმანული და ასე შემდეგ. სასულიერო პირების სისუსტე ის არის, რომ იუდასა და ქრისტეს შორის არიან გაკვეხებული. ვეღარ გადაუწყვეტიათ იყვნენ ისინი იუდა თუ იყვნენ ისინი ქრისტე. განსხვავება ერთია. ორივეს გონია, რომ სამყარო იმართება. ერთს გონია, რომ უფლისგან იმართება, მეორეს ფულისგან. მათ შორის განსხვავება კიდევ ერთია, ერთს გონია და მეორემ იცის. იუდას გონია, რომ ფულით იმართება სამყარო, ხოლო ქრისტემ იცის, რომ უფალი მართავს ყოველივეს. ხო და აი ასეთი გადაწყვეტილების წინაშე ჯერ არ დამდგარან ჩვენი სამღვდელო პირები, თუმცა არ არის გასაკვირი, რადგან სასულიერო პირების სათავეში ისეთი წინამძღვარი უზით, რომ თავისი ნათლულის მიღების ნაცვლად $800 ტუფლების საჩუქრებს ელოდება. მაგალითად, ვერ რომ მქონოდა ჯიბეში $800 ტუფლები, შეიძლება მივიღე როგორც სტუმარი. ცოტა რაღაც გამოსადეგიანი ვიქნებოდი, მაგრამ ქვები არ აწყობდა. პატიოსანი ქვების მიღება ეგ უკვე ძველმოდურია და მაგას სატანა აღარ იღებს როგორც შესაძლიერს. ეხლა ფული ჯობია, რომ ჩაუჯიბო სასულიერო პირებს. და შემდეგ ალბათ იმ კაცთანაც მიგიყვანენ, რომელსაც ყოველდღიურად პამპერსებს უცვლიან. ხო, რომ მერე თავზე ხელი დაგადოს და აქეთ წაიღოს ენერგია შენგან. ვიდრე შენ მოგცეს ეს ენერგია. ხო და ასეთი კაცები მერე ელოდებიან სამყაროს გადარჩენას, როდესაც აპოკალიფსი იწყება და აგერ დაწყებულია. მაგრამ ეს ხალხს როდი აინტერესებს? ხალხს აინტერესებს უფრო მეტი ექშენი და უფრო მეტი ექშენი. გვანახეთ მეტი ექშენი. მაგალითად, თურქეთში გაჩაღებული სპეციალური აპარატებით გამოწვეული ცეცხლები. ხო, გვანახეთ მეტი ექშენი, მეტი მიწის ძვრა, მეტი ცეცხლი. გვანახეთ მეტი ომი, მეტი ბომბები. მედია ხომ ძალიან შეყვარებული ასეთ ახალ ამბებზე და
ხალხიც, რა თქმა უნდა, მედიას მსახურია, ერთგული მსახური. ხო, გითხარი, კიდევ უფრო მეტი ნეგატივი გითხარი. ჩვენ ხომ ნეგატივის გარეშე აღარ შეგვიძლია. ყოველდღიურად გათენდება თუ არა, ჩაირთვება ტელევიზორი, დაღამდება თუ არა, გამოირთვება ტელევიზორი. აი, ტელევიზორის დანიშნულება ქართველ ოჯახებში. სულ ერთია სტუმარი მოვა, წავა, ბავშვი ტირის, არ ტირის, ნერვებზე შლის, თავარია ტელევიზორი იყოს ჩართული. ჩვენი საზრდო, სულიერი საზრდო რას ლაპარაკობ, თუ ტელევიზორი გამოირთო, ჩვენ ხომ კარგად ვერ ვგრძნობთ თავს. რატომ ნეტა? იმიტომ რომ ხომ ერთთან სიახლოვე ხომ ძალიან საშინელებაა. ქრისტესნაირი უბრალო როგორ შეიძლება იყო ადამიანი, ეს ხომ უტოპიაა. ეს ხომ შეუძლებელია დღესდღეობით. ბუნებრივი და უბრალო რო იყო, ეს ხომ შეუძლებელია, როგორ? არმანები არ გაცვია? როგორ? აიფონი არ გიჭირავს ხელში? როგორ ვალები არ გაქვს ბანკში? ეგ როგორ? ეგ როგორ მოახერხე? ძალიან უბრალოდ. ქრისტეს დავამსგავსე და აი ეს. შენ ქრისტეს ფანი ხარ? არა, ფანი არა ვარ. ქრისტესნაირი ვარ. ქრისტე რო არ იწყებლებოდა? კი, იწყებლებოდა. გაიხსენე ლეღვის ხე? ეს ხე იყო. ხო. ხე იყო.